მოგესალმებით, მოვჩავს თე. ჩავთე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე მქვია გიორგი. მე მაგარი ახალი არქივა, კაროჩი. ლაივების იდეაზე გიგითხარით ამას წინათ, რომ ვაპირებთ ხო რომ ლაივებზე გადავიდეთ ხო, მაგრამ ჯერ არ ვიცვენ, რა როგორ უნდა გავაკეთო, მაგის გამო ცოტა ხანი ისევ გავაგზავნებ ჩვეულებრივ ვიდეოების დადებას და მე გადავალ ლაივებს. დი ალბათობით ინტერესი არც მოყვება მაგ ყველაფერს, მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა რა. არ არის აუცილებელი. ყველაფერი ჩემი თუ ადამიანები დაინტერესდნენ ვიღაცები ხო? ვაფშე არ მინდა, მაგრამ მთელი YouTube იდეაში საბოლოო ჯამში ისე ჩამოყალიბდა, რომ პატარა ბავშვებს მიაქვთ რა. ზრდასრული ხალხი YouTube-ს აკლია და მე მინდა რომ ზრდასრული ხალხი მოვიდეს. და ზრდასრული ხალხი რომ მოვაჩი, ის უფრო ჩართავს ჩემს ვიდეოს და უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ეს ვიდეო ნახოს, რომ გავარკვიოთ, რომ რამდენი ზრდასრული ადამიანი უყურებს ამ ვიდეოს. ცხელი ყავაც. კაია. კაროჩი. ძალიან ცუდად ვექცევით ყველას. ქართველებს ზოგადად. ანუ ყოველთვის ყველას გამოვითხოვთ მაქსიმუმს რა. წარმოიდგინეთ, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ერთი ადამიანი რომელიც გამოდის და უშოთ და კლავჭიდელია ჩვენ ვთხოვთ რომ საუკეთესო იყოს მსოფლიოში. როდესაც 3 მილიონიან ქვეყანაში ერთი ეგეცის რო იძებნება, მაშინ დანარჩენ მსოფლიოში სადაც კიდე დარჩენილი შეგახსენებთ რომ დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი არის. იქ რამდენად რთული იქნება, რამდენად მარტივი იქნება მისნაირი ფიზიკური მონაცემების ადამიანის პოვნა. ხო? ძალიან მარტივი იქნება. და ვერ ვიაზრებთ ხანდახან მომენტებს, რომ ანუ ლევან ზაგინაშვილი რო ყავს თუნდაც. ლევანი არის მსოფლიო დონის მოვლენა. ანუ ეგეთი ადამიანი მეორე არ არსებობს. ყველას და ყველაფერს მოუგო, ყველა და ყველაფერი მოიგო. მაგრამ ერთი ფეხი რო დაცდებოდა, ჩვენ აქ პრობლემა გვექნებოდა, რომ აი პირველზე რატო ვერ გავიდა. და ეგ არის ყველაზე არასწორი დამოკიდებულება. იმიტომ რომ ადამიანს რაღაც სურვილი არ უნდა გაუქრო რა. ვიღაც ადამიანი შენ ქვეყნის სახელით რო გამოდის და მსოფლიო დონეზე იბრძვის და ვიღაცები ამას წერდნენ რა. ილიაო არ არისო. ილია თოფური არ არისო ისაო. პატრიოტიო, იმიტომ რომ ჯერო იქ მივიდაო. ესპანეთთან მივიდაო და მე მივიდა ქართველებთანო. ანუ ნაკრების თამაში. იმიტომ რომ ესპანეთში გაიზარდა ხო დიდი ხანი. და იქ იყვნენ ესპანელები და ჩვენები რო ჩავიდნენ, მაშინ მივიდა ჩვენებთან. უმარტივეს რაღაცებს მე მგონი ვერ ხვდებით. ანუ რაღაცებს არ უფასებთ ხალხს რა. ან თუნდაც ახლა საქართველოს დაკრება, აი იმენა ერთი ცუდი თამაში ჩაატარა. აი მე არ მგონია რომ თურქეთთან ცუდად ვითამაშეთ. საბოლოო ჯამში თამაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თავიდან პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ხო, გასაგები. მაგრამ ვერავინ დამაჯერებს რომ თურქეთთან ცუდად ვითამაშეთ, ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ესპანეთთან ერთი ცალი ფეხი დაგვისვა. ესპანეთთან ბიჭო, მსოფლიო ჩემპიონი არის ერთხელ. ერთხელ იმიტომ რომ მასზე დიდებიც არსებობენ. არ არის პრობლემა ამაში. და რა ვიცი, ეხა ბოლოს ევროპის ჩემპიონატი მაგათ არ მოიგეთ. აი რა უქნათ მაგათ. აი მოგვიგეს, მერე ეგრე მოგვიგეს, როგორც მოგვიგეს. თურქეთს ვაფშე 6-0 მოგვიგეს თურქეთში. ანუ ეხა თურქები რო გამოვიდნენ და აღარ გვალეშიკობთ რა. ყოველთვის ყველასგან მაქსიმუმს ვითხოვთ, იმიტომ რომ წნეხია ძმაო. იმ წნეხის გამო მე ვაფშე აღარ გვინდა არაფერი. ადამიანურ დონეზეც გეუბნები, მშობლები, შვილებისგან ვითხოვთ მაქსიმუმს, რა გინდათ ეს მაქსიმუმი. მე რო იწნეხება ადამიანი, ყველაზე კიდია ვაფშე რაზე წნეხავ. და მაგის გამო თავს ანებებს. და სწორიც არის. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები. მშობლებს არ უნდა გეშლებოდეთ ყოველ შემთხვევაში რა. დანაკრების ფეხბურთელებზე ეგრე რო ბაზრობთ ხანდახან. ან ვიღაცა იმაზე, აი თქვენ რას აკეთებთ. აი უყურეთ, დაუშვათ ახლა. მე არ ვიძახი არაფერს კაცო. პროსტა
Просто მე თუ ვინმეს რამეში ვაკრიტიკებ ვარ მოგატყუოთ წარსულ ფორმაში როგორც მინიმუმ ის ადამიანი შეეშვა იმ თამაშს და საბოლოო შედეგი დავინახე რა აი და უშოთ გია გრიგალავა ღიპი ქონდა მაგკაც მაგრამ მაგარი მცველი იყო ძმაო რაც გინდათ ის თქვით просто ეგრო საუკეთესო მცველი იყო ერთი პერიოდი მაგიტო იყო ცუდი ნაკრები ხვდებით ალბათ რას გულისხმობ იმიტომ რომ იმან რომ დაანება ეხა უკვე ვიცი რა საბოლოო შედეგი ვიცი მაგ ადამიანს ერთი ცალი ფეხი რო აუსრიალდეს ვიღაცას სადღაც აი მაგას რო ერთი ფეხი ასრიალებოდა რა კი არ იქნებოდა ცუდი მცველი просто ერთი ცალი ცუდი თამაში ექნებოდა და ეგ უნდა დაფიქრდეთ რა ეგეთ რაღაცებს თუ არ ფიქრობთ თან მიცი რა მიყვარს ყველაზე მეტად აი დაუშვათ აი პატრიოტიაზე რო იძახდნენ რომ პატრიოტი არ არის აი ხ მერაბა რო გამოვიდეს და თქვას რომ ილიაო პატრიოტი არ არის მერაბას ეთქმის მაგრამ მერაბა არ გამოვა და არ იტყვის ჯერზერტი მაგრამ მერაბას ეთქმის უფრო ვიდრე ილია იმას ვიდრე ხალხს აი ვიღაცა ნიკოლოზ ჯონ და ბერიძე რა ვიცი მე ვიღაცა ზის სახლში ყვერებს იფხავს მთელი დღე ბოზიშვილი იყო დღემდე დედამისის ფულს ყიდულობს სიგარეტს ერთი დღე არ უშრომია ცხოვრებაში ყველაზე კაი რაც გააკეთა ბოზიში ევროპაში იყო მოსაპარად წასული და დაიჭირეს გამოაჯამევინეს უკან ჩამოენძრა ეხა აქ და აქ ცდილობს მოპარვას და თან უტყდება ყველასაც მაკაცო არის მაგისი გარშემო რო კითხო ის ვიღაცა უცხო უბნელებს ელოდება უარში რომ გამოიარონ და რომ რაღაცა აწაპნოს და აი ეგ ტიპი მეუბნება ვიღაცაზე პატრიოტი არ არისო. აი შენი დედა შევეცი რა. შენი პატრიოტი დედა შევეცი ეს გამექცა. რა სიპატრიოტეზე არის ლაპარაკი მართლა ვერ ხვდები. და ეს საქართველოს ნაკრებს გადაუარეს ძმაო რომ ფუ ეს რა თამაში ქონდა ხო მართლა ფუ რა თამაში ქონდა მაგრამ რა ყველამ დავინახეთ რომ თამაში ეგეთი იყო კი არ გვითქვია ეს სადღაც აპასუცილურ ქსელებში პოსტი დავწერთ ეს დონდოლოები როგორ თამაშობ მიდი და ითამაში აბა ესპანეთთან შენ დედამოყან აი მაგ კომენტარს ვინც წერს ბოჟ მინდა რომ აი დავაი ნახვი წადი და ითამაში ყველის ანეოს ადგილზე ვიყო ერთ ამხანა გურს ჩავნიშნავდი და აი მაგათ გამოვიძახებდი. აი ეგრე კომენტარები ვისაც აქვს დაწერილი და დავაი ნახვით და ითამაშეთ ახლა. გავცივდი ამის დედა შევეცი კიდე. გაურა გაბრაზებული. დღეს თურქეთთან თამაშობთ. ჩემი გული იქითაა უკვე. დღეს მგონია რომ გვაქვს მოგების შანსი. აი დღეს თუ ვერ მოვიგეთ, სოფლიოზე ვერ გავალთ. ვიცით ეს და ეს წნეხის გამო შეიძლება კიდევ უფრო დიდი შანსი იყოს რომ წავაგოთ მაგრამ მე მაინც მგონია რა გულშემატკივრობა არ იცით რას ნიშნავს გულშემატკივრობა მაშინ კი არ ხდება როცა იგებ როცა აგებ მაშინ უნდა გულშემატკივრობდე თორე ვინც იგებს იმას აღაჩემს სირათ უნდა გულშემატკივარი მოიგო თამაში ყალეზე არ კიდია ვინ ასე ტყვის კაროჩე დებილე ნერვებს მისლის რა მთელი ქვეყანა რო არ მოგატყუოთ რა. ელში ამოსული ყველაფერი. თან გავცივდი ამის დედა შევეცი კიდე მაგრამ. გაკოცეთ ერთი წავედი რა. დღეს აღამოს იქაც გადავიღებ ვიდეოს რა თქმა უნდა. მე მოგწერთ.